როგორები არიან მამაკაცები ქალებთან ურთიერთობაში დაბადების თარიღის მიხედვით. განვიხილავ ზოგად ენერგიებს, რაც ამ დაბადების თარიღში საერთოა. დავიწყოთ ერთიანებით. ერთიანი მამაკაცები ესენი არიან, რომლებიც დაიბადნენ ნებისმიერი თვის პირველში, 10-ში, 19-ში და 22 რიცხვში და საერთოდ ისინი არიან ცოტა მარტოსულები, კომუნიკაციაში ნაკლებად შედიან, უფრო კარიერისტები არიან, სულ ფულზე ფიქრობენ და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მიაღწიონ წარმატებას იმ საქმეში, რასაც აკეთებენ, უყვართ როგორც ვთქვი პირველობა და თუ მათი ენერგია მინუსშია, მათთან კომუნიკაცია ძალიან რთულია, რადგანაც ყოველთვის ცდილობენ, რომ დაგიმტკიცონ, რომ მართლები არიან, მაშინაც კი თუ ტყუიან, რადგან მათ არ უყვართ წაგება. მაგრამ კიდევ რა, საერთოდ ერთიანები ცოტა აგრესიულები არიან, როდესაც ენერგია მინუსში აქვთ და ისინი ყოველთვის პატივცემენ ისეთ ქალს, რომელიც რეალიზებულია და გამოიმუშავებს ფულს. ამიტომ თუ გადაწყვეტ ასეთი ადამიანის გვერდზე ცხოვრებას, ან თუ თქვენი პარტნიორი ერთიანია, ყოველთვის უნდა იფიქროთ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა მუშაობდეთ, უნდა გამოიმუშავებდეთ ფულს და ყოველთვის, როდესაც კრიზისი დგება ურთიერთობაში, თქვენ არ უნდა იყოთ მასზე დამოკიდებული, თორე ცხოვრება თქვენთვის არასასიამოვნო სურპრიზებს მოაწყობს. რაც შეეხება ორიანებს, ორიანები ესენი არიან დიდი ბავშვები, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ის უყვარდეთ საკუთარ დედას. და პარტნიორში ყოველთვის ცდილობენ აირჩიონ ისეთი ქალი, რომელიც მათზე იზრუნებს. მათთვის მნიშვნელოვანია, როდესაც სახლში მოდიან დახვდეთ გემრიელად მომზადებული კერძი, ყველაფერი დალაგებული და სუფთავებული და მერე ეს უკვე თავს ჰარმონიაში გრძნობს და ხდება ძალიან თბილი, მოსიყვარულე და საერთოდ ორიანებს უყვართ ტაქტილობა, მაგრამ მინუსში რა არის მათი პრობლემა? ისინი არიან საშინელად მატყუარები, მათ შეუძლიათ ტყუილის თქმა და ისე მოგატყუებენ, რომ ვერც გაიგებთ და კიდევ რა იციან, როდესაც რაღაცა წყინთ, ამას გულში ინახავენ და მერე არასასიამოვნო მომენტში ამას წამოგაძახებენ. ამიტომ, როდესაც ორიანთან გაქვთ ურთიერთობა, უნდა იფიქროთ იმაზეც, რომ მასთან გქონდეთ ყოველთვის გულახდილი საუბარი. რაც შეეხება სამიანებს, ესენი არიან ყველაზე ემოციურები, ცოტა ახასიათებთ ნარცისიზმი, ისინი თავიანთ თავზე ფიქრობენ, საერთოდ სამიანები ზრდებიან უფრო მეტად ქალების გარემოში და მათ ძალიან ბევრი ქალებთან ურთიერთობა კარგად გამოსდით, იციან ქალის ფსიქიკა და საერთოდ სექსში არიან ძალიან ცეცხლოვნები, მაგრამ მნიშვნელოვანია სამიანისთვის, რომ იგი არ დატვირთოთ ზედმეტი პასუხისმგებლობით, ნასკი აქ რატომ დადე, ჩანთა აქ რატომ დადე, ეს მათ საშინლად აღიზიანებთ და თქვენ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ მას თვითონ გაუჩნდეს პასუხისმგებლობის აღების გრძნობა და ეს პასუხისმგებლობა მათ თქვენ თვითონ არ დააკისროთ, თორე ურთიერთობაში მერე ისინი უკვე ძალიან ემოციურები ხდებიან.